დიახ, კვლავ შემოგერთით, პატივცემულებო, საღამო მშვიდობისა. კვლავ მე და გეგა ვართ სტუდიაში და მეორე ფორმატი გრძელდება, მეორე ნაწილი. ვიდრე ტელეფონის ნომერს შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, 1-2 წინადადებას გეტყვით მხოლოდ და მხოლოდ და მე კითხვასაც დავსვავთ და იმ კითხვის ირგვლივ შეგვიძლია ჩვენ აქ დისკუსია, ოღონდ არა გაუთავებლად, რა თქმა უნდა, მე ბოდიშის მოხდით გახსენებთ, რომ დიდი მონოლოგები არ იყოს, რადგან სხვამაც დარეკოს და შემოვიდეს თავისი აზრი გითხრას. ეხლა მთლად ჩასაფრებულები და გიენები ნუ შეიწუხებენ თავს, მაგათ მათ ადეკვატური პასუხი გაეცემათ, ან საერთოდ არ გაეცემათ, რადგან პირველივე მომართვაზე იცნობიან ესეთი ხალხი საერთოდ აპრობირებულები არიან და ჩვენ არა ვართ პატარები, რომ ვერ შევნიშნოთ ვინ ნამდვილი ასე თქვათ სასაუბროთ განწყობილია ნამდვილად თუ არა. ჩვენ ეროვნულ დიდ ასე თქვათ ამ ერთობას და საერთოდ ერთიანობას რა ფასიც აქვს. არაერთ გზის გვითქვამს ამ სტუდიიდან და არა მხოლოდ ამ სტუდიიდან. თვითონ ეროვნული ერთობისათვის, რომ აი პოლიტიკური პარტიის ბრძოლას რომ თავს ვანებებდით ამ კუთხითაც კი, მე შეგახსენებთ უშუალოდ ჩვენს ბიოგრაფიას, არა პირადულს, არამედ ამ ქართული იდეის მხრივ, აი სწორედაც ამის გამო მოხდა გაუქმება, ოღონდ ბრძოლაზე კი არ გვითხოვს ჩვენ პოლიტიკურ ბრძოლაზე უარი პირიქით. პოლიტიკურ აქტივობაში სულ ვიყავით, სულ ვიქნებით. ეს მხოლოდ და მხოლოდ მოხდა, რომელი პარტ-მუშაკები ჩვენ ვიყავით. ეს მხოლოდ და მხოლოდ მოხდა ერთიანობის გამო, გაერთიანების გამო, რომ ეროვნულად მოფიქრალ, მოაზროვნე ადამიანებთან ერთად შეგვექმნა დიახ, აი ეს ჯგუფი, აი ეს დიდი გაერთიანება, რომელიც წინააღმდეგებოდა აბსოლუტურად ყველაფერს, რაც ქვეყანას ნამდვილად გაუფორმებლად წალეკვით ემუქრება. კი ბატონო, ჩვენს გვიტევენ, ჩვენ წუწუნი არ გვჩვევია, პირიქით, ეს ყველაფერი გვაძლიერებს, ბრძოლა გვაძლიერებს და ეს ბრძოლა ჩვენი მამულიშვილური, ჩვენი წმინდათა წმინდა ვალდებულებაა და გენეზია. ლევანი მოიხსენიოს უფალმა ღმერთმა, ჩვენი უებრო ვაჟკაცი და მამულიშვილი და თვითონაც შეგვეწიოს იქიდან ჩვენი ძმა. ჩვენ გვინდა ესეთი კითხვა დაგისვათ პატივცემულებო. იცით, რაც ახლა მიმდინარეობს და ბევრი რამ მიმდინარეობს და აღესრულება საკმაოდ არამართებულად ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოს რომ ვერ დაარქმევ და მომავალიც რომ ნამდვილად ბურუსიანია, ბურუსმოსილია. აი, როგორ ფიქრობთ, უკან დაიხია ამ განათლების თემას მინდა დაუბრუნდე, რომ თურმე ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ უერთდება ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტს. ეს ჯერ იმდენად არაბუნებრივი იყო, რომ ეს შეერთება ვერც მოხდებოდა და თან უპრეცედენტოდ მიიღებდით მართლა პროფესორ აკადემიკოს მართლა მეცნიერთა წრეების დიდ პროტესტს და ამას მოყვებოდა სტუდენტური დიდი პროტესტი. თუმცა კი ანალოგია დღესაც არის, რადგან რაც თქვენ დაანონსეთ და რასაც აპირებთ, ეს განათლებას მხოლოდ და მხოლოდ გამ სისტემას, მხოლოდ და მხოლოდ გაუნათლებლობას უქადის და არავითარი, ასე თქვათ, განვითარებისკენ გზა არ ასჩანს. მე მინდა ესეთი კითხვა დაგისვათ, მართლა უკან დაიხია ხელისუფლება? მართლა ასე თქვათ კეთილგონიერება გამოიჩინა? თუ რაიმე მზაკრობას, რომელსაც ჩვენ არაერთს ვამჩნევთ, ესეთი მზაკრობა პატივცემულებო თქვენ შენიშნეთ. ამ და ყოველივეზე შეგიძლია თქვენი აზრი მოგვაწოდოთ. ამაზე გამახსენდა გეგა რა იცით, აი ფასდაკლებები რომ არის ბიზნეს ასე თქვათ სტრუქტურებში, მაღაზიები გნებავთ, ასე თქვათ კვების ობიექტი იქნება თუ ჩაცმის თუ ასე შემდეგ, ხო, ტანსაცმლის ხომ აცხადებენ ფასდაკლებებს და სეილებს, ხო, ეგრეთ წოდებული, ზოგან არის 50%-იანი, 80%-იანიც მინახავს და გაგიხარდება ადამიანს, შედიხარ, მაგრამ
რეალურ მერე ფასს რო ამჩნევ, ფასდაკლებით ფასს რომ ამჩნევ, ისიც ხელ მისაწვდომი არ არის ფართო საზოგადოებისათვის, ძირითადად აი ამას აგავს ყოველივე რაც მათ ჩაიდინეს, რადგან იქაც ფასი იმ ნიშნულზეა, რასაც ადამიანი ვერ შეძლებს გადაიხადოს და გაბერილია ის ყველაფერი, ფარისევლურია, მარკეტინგული ვირეშმაკობაა და აქ პოლიტიკური ვირეშმაკობაა ბატონებო, რადგან დაუშვათ 30 წელი მიუსაჯეს ვინმეს, ყველას ჯვარის წერია და უცებ გამოუტანეს დახვრეტა. მერე დახვრეტა შეუცვალეს და ჰოი საოცრებაო რა კეთილშობილებაა დახვრეტა შეუცვალეს, თორემ 30 წელიწადი იმ გაუსაძლის ყოფაში უნდა იყოს და ასე შემდეგ. ანუ მრავალი შედარება შეიძლება და გაცილებით უკეთესიც. მე არ მაქვს პრეტენზია რომ სერიოზული შედარება მოვახდინე, მაგრამ დაინტერესებული და ასე თქვათ კეთილ მოიმედე და მართლაც ჩვენი მსმენელი ადვილად მიხვდებოდა თუ რისი თქმა მსურდა მე ამ ყოველივეთი. მე მსურს ახლა ტელეფონის ნომერი შევახსენო ჩვენ საზოგადოებას, რაზედაც რა თქმა უნდა დარეკავენ, ეს არის 557 88 5588 რადიო მსმენელისთვის განსაკუთრებით და გავიმეორებ კითხვას, როგორ მეგაჩნიათ, მართლა უკან დაიხია ხელისუფლება, ასე ვთქვათ, კეთილგონიერება გამოიჩინა, რადგან არ შეუერთა ერთი მეორეს, რომელიც ვერ შეუერთდებოდა ისედაც. თუ სხვადასხვა მზაკრულ გეგმებს, რასაც არ თაკილობს, არ მალავს, აანონსებს, მხოლოდ ახალ მზაკრულ ინოვაციებთან გვაქვს საქმე. რამაც მერე გამოიწვია, ვიცით, პროტესტი ქალაქში გრძელდება. აქ არ ნიშნავს ეს კითხვა, რომ არაბულ და არა მხოლოდ არაბულ ამ მიგრაციულ ქაოსზე არ ვისაუბროთ. რაზეც გნებავთ, მაგრამ ძირითადი კითხვა ამ ეტაპზე ესაა და თქვენი მოსაზრება რა თქმა უნდა საინტერესო ექნება სტუდენტების ჩართულობა პირდაპირ ეთერში. სტუდენტების ჩართულობა, სტუდენტურ ბრძოლას, სტუდენტურ აქტივიზმს ყოველთვის მოაქვს ძალიან დიდი ნაყოფი და შედეგი სახელმწიფოს ცხოვრებაში. ახლა მე მახსოვს 2012 წლიდან, როდესაც საქართველოში აი მაშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის წევრები თვითმმართველობა, სტუდენტური თვითმმართველობა რომ რაღაცა ძალადობდა, როგორც მე მახსოვს მაშინ სტუდენტებზე და იყო ესეთი რეპრესიული მექანიზმები ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, მაშინ შეიქმნა გარკვეული სტუდენტური ჯგუფები და როდესაც აი ციხის კადრები გამომჟღავნდა და როდესაც ესე იგი მაშინ ციხის კადრებით მოხდა საზოგადოების მასების დარაზმვა ქართული ეს სახელმწიფოში ამ საშინელი ბოროტების წინააღმდეგ, რასაც ახორციელებდა ნაციონალური მოძრაობა, წამყვან ძალებს მაშინ სწორედ ეს გაერთიანებული სტუდენტური ძალები, ჯგუფები უდგნენ სათავეში, საპროტესტო მუხტი მოდიოდა სტუდენტებიდან და ყოველთვის სტუდენტურ აქტივისტს, სტუდენტურ მოძრაობას და ახალგაზრდულ პროტესტს აქვს ნაყოფი შედეგი და შესაბამისი შედეგები მიიღწევა. კი ბატონო, ზარია ეთერში, მოგბრძანებით, გამარჯობათ. გამარჯობათ მეგობრებო. მოგესალმებით. იცით რა, აი თქვენ დასვით კითხვა, რომ კეთილგონიერება ეყოფა თუ არა ჩვენს მთავრობას, რომ შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება. არა, მაპატიეთ, კეთილგონიერება გამოიჩინა ხელისუფლებამ? აი ეს კითხვა დავშვით. მე არ ვიძახი რომ არ არის კეთილგონიერება, ან არის კეთილგონიერება, ამაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ კეთილგონიერი ადამიანი საერთოდ ამ წინადადებას არ შემოიტანდა და საერთოდ ამ აზრს არ გააჟღერდა, არ გააკეთებდა. ანუ მის მიდგომა არ იყო სწორი თავიდანვე. კეთილგონიერება თავიდანვეა, ჯერ უნდა კარგად დაფიქრდე, კარგად გათვალო, კარგად იმუშაო და მერე რაღაცა გააკეთო. ეს არის კეთილგონიერება. თუმცა გამოსწორების შანსი ყველას ეძლევა, ქალბატონო, გამოსწორების შანსი. სპონტანურად რაღაცის გაკეთება მე არ მიმაჩნია კეთილგონიერება. ცხადია. იცით რა შეასაქმე? ჩვენ ძალიან მიანიჭი ხალხი ვართ და ეთყობა ძალიან იოლად ვუჯერებთ რაღაცებს. ეს ადამიანები ამდენი ხნის განმავლობაში ავლენენ მხოლოდ ერთი და იგივე
ქმედებით თავის თავს რომ მათ არ აინტერესებთ ქვეყანა ხდებით და რახან არ აინტერესებთ ქვეყანა მისი აქ პრობლემები არ აინტერესებთ მაგენი გამოდგან მხოლოდ კომერციული თვალსაზრისით რაც შეიძლება მეტად გაისქელონ ჯიბეები და ის 100 კუჭი რამენაირად დააკმაყოფილონ ამიტომ მე არ მჯერა რომ ისინი უკან დაიხევენ ისინი სადღაც არ იხევენ უკან არაფერზე ისინი უკან ფლიდობენ და რაღაცებს შემოგვიგდებენ და ჩვენც მეამიტად გავჩერდებით ჩვენ ხო ცოტა ზარმაცებიცა ვართ ჩვენ პრინციპში ამდენი ხანი ამდენი უსაქციელობა რომ ნახეთ ერთხელ მაინც გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება კაცო აი რეალურად ჩვენ მოსახლეობამ გამოვხატეთ ეს ჩვენ ასე შეურაცხყოფას რო გვაყენებენ წამდაუწუნ ჩვენ ხმა ამოვიღეთ შეურაცხყოფაზე მაქვს ლაპარაკი სოციუმი აიგეთ რა მდგომარეობაშია ქვეყანა განათლებაზე საერთოდ განათლებაზე ეს არის საშინელება განათლება გაუნათლებლობა ეს განათლება კი არ არის ეს მეორე მესამე კაცო ის პენსიონერები ასე დღეში როკალ ჩვენ ხალხი ვართ საერთოდ ჩვენ გვაქვს უფლება რამეზე პრეტენზია განვაცხადოთ არასოდეს არ გამომდივართ და ჩვენ თავს არ ვიცავთ ჩვენ რაღაცა ხო არ გვეშლება საერთოდ რა აი მაინტერესებს ძალიან ვის ველოდებით რას ველოდებით ვინ ერთ ხალხი 12 წლის თუ რამდენი წლის მანძილზე 14 ერთხელ მაინც გამოვიდა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რამე გაუკეთეს ჩვენ მოსახლეობას მათხოვრებათ აქციეს მთელი საქართველოს ეს როგორ გავიგო გამაგები თქვენ გონიათ იმ არაბულ სოფლებს შეეშვებიან და არაბულ ქალაქებს არაფერს არ შეეშვებიან ესენი არაფერზე უკან არ დაიხევიან საერთოდ არ დაიხევიან არ აინტერესებთ ეს ქვეყანა ჩვენი მომავალიან და ეს ყველაზე უბედურება იმაშია რომ ჩვენ თვითონ ჩვენი მომავალი არ გვაინტერესებს ჩვენი ოჯახი არ გვაინტერესებს ჩვენი შვილები არ გვაინტერესებს აი ეს არის ჩვენი პრობლემა ჩვენ რო ერი ვიყოთ ჩვენ გამოვიდოდით უკვე დიდი ხანი და კარგად იმას ვიზამდით აუკვეცავდით აი ამ უსაქციელობებს როგორ შეიძლება შენ გამოდიხარ ქვეყნის მართველი დაქცეულ ქვეყანაში და 16000 გახსოვდა არაფრის გამო არაფრისთვის იღებ იმპულს საერთოდ არაფრისთვის ყავა ჩაი შაქარი ბიუჯეტიდან აგაკ ტელეფონზე შენი ლაპარაკი ბიუჯეტიდან აგაკ შენ ისეთ ასე დასრიალებ აკეთიკით ამ მანქანებით შენ ბიუჯეტიდან გაქვს ფული და შენ იმას მოსახლეობას ეუბნები ფული არა მაქვს არა გენაცვალე ჩვენ ამათი ხო არ ამჯერა მაგრამ არ ჩვენი მოსახლეობა არ არის იცით ძალიან მოსაფერებელი არ არის ეს სიმართლე არ შეიძლება სიმართლე უნდა ითქვას შეიძლება მეთანხმებოდეთ მაგრამ ვერაფერი ვერ გადამათქმევინებს მე ამას იმიტომ რომ რასაც ხედავ ეს არის უზნეობა ქალბატონო შეგიძლიათ მცირე ხნით ეთერში რო გაჩერდეთ დიახ შემიძლია დიახ აი რა მინდა იცით გითხრათ როგორ შეიძლება მე პათოსში არ დაგეთანხმოთ და იმ ძირითად აზრში რაც თქვენ ახლა ბრძანეთ ხომ გამოთქვით მაგრამ ეს ზომაზე მეტი სკეპსისი ხომ არ არის აი დავასრულებ ჩემს მოსაზრებას და თუნდაც კითხვას თქვენს ზომაზე მეტი სკეპსისი ხომ არ არის თქვენ ხომ კონკრეტულად დარწმუნებული ვარ რომ სიტყვაც არ დაგიკლიათ და ალბათ შესაბამის დროს გამოსვლებიც და ჩვენს ეროვნულ ერთობაზე ალბათ იცით ეხლა ჩვენ თავზე რომ არ ვილაპარაკოთ რომ დღენიაдаг და დღეში რამდენიმე გზის მიდის არამხოლოდ სტუდიური ასე ვთქვათ ანალიტიკა და საზოგადოებასთან კომუნიკაცია სხვათა შორის უპრეცედენტო კომუნიკაცია რაც სხვა მასმედიას არ აქვს არამედ აქტივობა ფიზიკური მოსახლეობასთან შეხვედრა და არ დაკლება აი იმ ასე ვთქვათ საპროტესტო გამოსვლებისა სადაც მართლა რასაც მართლა პროტესტი ქვია და რაღაც მარგინალიზებული არ არის და როგორ მიგაჩნიათ თქვენ და ჩვენ მარტონი ვართ არ მოიძებნება საზოგადოება მე გეტყვით რომ ამაზე ნამუშევარია ქალბატონო ეს დღეს კი არ დაემართა ქართველ ერს ქართველი ერი მიიყვანეს აქამდე თორემ ჩვენი გენეზი ჩვენი აბსოლუტურად ონტოლოგია გნებავთ ფილოსოფია ჩვენი განვითარების ვექტორი შეუქცევადი არცა მარცხნივ არცა მარჯვნივ არამედ გზასა სამეუფეოსა ეს აღხოცილია ქართველი ერისაგან ხომ არ ფიქრობთ თქვენ ასე
ბატონო ბექა, იცით ბექა ხომ სწორია? იცით რა შეასაქმე? მე თქვენ გეთანხმებით პათოსში, მე გეთანხმებით რომ თქვენ შრომობთ. მე ვიტყვი მარტო თქვენ კი არა ეს გაერთიანება, ანუ დემურ გიორგელიძე, ბევრი ადამიანი მესმის მე ყველაფერი, აი მე არ მისმის დამოკიდებულება, როცა ჩემი შვილი შიმშილობს, მე არ უნდა გამოვიდე ფასებზე. თქვენ უნდა დაგელოდოთ და რა მარტო მე ვარ ასეთ მდგომარეობაში. აი თქვენთან რეკავენ პენსიონერები, აი ჩვენ პენსია არ ვარ, მე პენსიონერი ვარ, როგორც ახალგაზრდა შედარებით. ეხლა პენსიონერი რო დაგელოდოთ და მე წავედა, იცით რა, მიყვარხართ თქვენ მიყვართ, ძალიან მიყვარხართ, მაგრამ მე მივეცი ოცნებას ხმა, რატომ მიეცი? თვითონ შეგნება არა გაქვს. მე არ ვიცი რითი ფიქრობს ეს ადამიანები. თქვენ ვიცავთ, თქვენ იცავთ, იცით როგორ ყველას ამბრაზურაზე თქვენ ხართ გესმით და თქვენ არავინ არ მოყვებათ. ანუ თქვენ იმას იცავთ მკვლელისგან და ის არ მოყვება რომ დაგეხმაროს და ის მკვლელი მოიშვა არ უნდა. არ მომკვდარა მხოლოდ ძინავს. გაიღვიძებს. არ გაიღვიძებს იცით რატო ბატონო ბექა? აი ის რომ ჩვენ ვეძახით საბჭოთა კავშირს და არიქა შაბათობები არ შეიძლება უნივერსიტეტში, როგორ შეიძლება რომ სტუდენტებმა თავისი კლასები გარეცხონ, გაწმინდონ, ხეები დარგან, თავისი ეზო მოგავონ, რომ ეს თუნდაც საბჭოთა კავშირის გადმონაშთე და რა საჭიროა ეს? რა საჭიროა გლეხებთან წავიდნენ სოფელში და დაეხმარონ შემოდგომაზე? რა საჭიროა რომ საქართველოს მოიცვან და არა უცხოეთში გარბოდე, არამედ ჯერ თავის ქვეყანა გაიგონ? აი პატარა რაღაცას გეტყვით. აი რეზო გაბრიაძის აი ეს რაც არის ხო ესა ბევრი ტურისტი რო დგას და იქ ყოველ საათში ერთხელ რო აჩვენებენ იმას პერფორმანსს რა პატარა გაბრიაძის და თქვენ იცით რომ თბილისის 99% ბავშვების იქ არ არის ნამყოფი? აზერზე რო არ არის? კარგა მიკვირდება. აი წარმოიდგინეთ თქვენ აი ხა რაც არ უნდა მეკამათოთ ეს პრაქტიკიდან ვიცი და იმიტომ ვიცი რომ არ ხედავენ, არ აინტერესებს. რაშია იცით საქმე? ჩვენ თითოეულ ამოწვევ ბალახს თუ არ მოვუარეთ, ჩვენ თუ თითოეული ხე არ დავიცავით, ჩვენ თუ არ მოვეფერეთ ჩვენს ქვეყანას, არავინ არ მოვა. არავინ და ჩვენს გავქრებით და ეს ქვეყანას გაქრება. რაც არ უნდა იყოს წინასწარ მეტყველობები, იმისთვის არის ნათქვამი რომ გაანძრიო ხელი გაანძრიე, ტვინი გაანძრიე, გული ფეთქავდეს უნდა გიყვარდეს. არავის არ უყვარს ბატონო ბექა, რაც მე დავინახე, თავისი საკუთარი შვილები არ უყვარს, იმიტომ რომ თავის საკუთარ შვილებს არ და იქა პრო დასავლეთი და პრო ჩრდილოეთი და პრო სამხრეთი და აღმოსავლეთი, ეს არის დიდი სირცხვილი, იმიტომ რომ ერთს არ გააჩნია თავისი საკუთარი ფესვი. აი რა უნდა იყოს, შენი ფესვი უნდა იყო, პრო საქართველო უნდა იყო, ყველგან და ყოველთვის. აი როცა ჩვენი წინაპრები იყვნენ პრო ქართველები, იმიტომ იყო რომ ამ ქვეყანამ დღემდე მოიტანა. პროს გარეშე ქართველები, ნამდვილი ქართველები. დიახ, ნამდვილი ქართველები პრო არ იყო. იქ ისინი იყვნენ ქართველები, ქრისტიანები და უყვარდა თავის სამშობლო. აიმიტომ მოვიდა დღეს საქართველო და ჩვენ ესეთი უკვე ძალიან დიდი ბოდიში. ეხლა თუ 100,000 კიდე შეგვიძლია დიდი მადლობა რა. დიდი მადლობა, ეს ნება უმაღლესი ციფრი. ძალიან დიდი სირცხვილია ჩვენ რაც ვართ დღეს. და ჩვენი ბრალია 99% და ეს მთავრობა მოსაცილებელია ყველა ვარიანტში. ამიტომ უკვე დიდი დრო წაგარდი, დიდი მადლობა და ბოდიში ამდენი ვაპარებ. მადლობა, აი მოკლედ გეტყვით. მადლობა ზარისათვის, გამოთქმული აზრისათვის. კიდევ როგორც პირველ ნაწილში მოგმართეთ იგივეს გეტყვით, რომ ძალიან ძნელია მართლა დიდ ნაწილში არ დაგეთანხმოთ. თუმცა აქ არახელოვნურად, არამედ ბუნებრივადაც არის, ასე ვთქვათ, იმ სკეპსისის მოლოდინი, უпростоრად სკეპსისის არსებობა არ იკვეთება იმდენად, რომ მაშინ იცით, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა ვთქვათ, სულ არა გვაქვს გადაფარებული? სულ არა გადაფარებული ჩავიბარეო ბრძანებს პატრიარქი. როცა მობრძანდა საქართველოში, როცა მისი აღსაყდრება მოხდა, სუდარა გადაფარებული საქართველოო. გასაგებია შემდეგ პატრიარქსაც ვებრძოლეთ. ჩვენ მოღალატეები ჩვენთან მრავლად იყვნენ, მაგრამ იცით რა, ქალბატონო, არ სჭარბობდნენ ერთგულებს.
ვერ სჭარბობდნენ პინაზე ვერ გადახრიდა ყოველთვის კი არა ვერასდროს მოღალატე ერთგულებას ჩვენ მხოლოდ ერთგულებამ თავდადებამ მარტვილობამ წმინდათა წმინდა სწორად შემეცნებამ ცხოვრების საზრისის მართებულად გააზრებამ და აი ამ ყოველივესთვის მუშაკობამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე და ეს არ განელებულა, არა განელდა, მაგრამ არ ატროფირებულა, არ მომკვდარა, არ ჩანაცრებულა. აი ამის იმედი მაქვს, სწორედ ამეთანხმები გეგა იყო პერიოდი, როცა უსაშინლესი ჟამი ედგა ისტორიულად. სერაფიმე საროველი ამბობს კარგ სიტყვებს რა. გადავაგორეთ. მოიპოვე მცირე მადლი, სერაფიმე საროველი სიტყვა, მოიპოვე მცირე მადლი და შენ სირგდო ათასები გადარჩებია. რისი თქმა მინდა მე, ჩვენი პოლიტიკური გაგება მიწიერი გაგებით ჩვენ უძლურები ვართ, მაგრამ მოციქული პავლე ამბობს, ჩემი უსაყვალესი სიტყვები არის სამოციქულოდან. ჩემს უძლურებას ვიქადი, რადგან ძალი ღვთისა ჩემს უძლურებაში სრული ქმნების და რაჟამს მოვუძლურდე, მაშინ გამძლიერდებიო და აქედან გამომდინარე, ჩვენ როდესაც გავაცნობიერებ ჩვენს უსუსურობას, ჩვენს უძლურებას პიროვნულს, მაგრამ ღვთის ძალას დავეყრდნობით, ოღონდ არა სიტყვით და არა მხოლოდ პათოსით, არამედ ქმედითად, ანუ ჩვენ გადავდგავთ ნაბიჯებს ცოცხალის არწმუნოებისკენ, ღვთის ეკლესიისკენ, ქრისტეს ეკლესიისკენ, მაშინ თუნდაც ვიყოთ მცირე და თუნდაც ვიყოთ ისეთი ცოტა, როგორც დღეს ვართ, მოհალი ბრძანებს, სადაც ორია ჩემი სახელით და სამი მათ შორის ვარ მე და სადაც არის ღმერთი, იქ არის გამარჯვება. ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ეს ეხლა თანამედროვე ლიბერალური და სეკულარული საზოგადოებისთვის ცხადია ღიმილის მომგვრელი ცარიელი სიტყვებია, მაგრამ მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის აზროვნების ხერხემალია და თუ ჩვენ ვიქნებით ერთგულნი ჭეშმარიტებისა, თუნდაც ვიყოთ ასეთი მცირე, სწორედ ეს მცირე გაიზრდება და მცირეში გამოვლინდება ის დიდი ღვთის ძალა, რომელიც მერე დანარჩენ მოწყულ და დაზიანებულ უჯრედებსაც გააცოცხლებს და გააჯანსაღებს. მაგრამ საჭიროა ამ მცირეში იყოს ერთობა და ერთსულოვნება და ჩვენს თავებში გამოვნახოთ ღვთის ძალა. რა თქმა უნდა, ეს ვერ მოხდება ჭეშმარიტი სარწმუნოების გარეშე, რაც არის ისე ვიმეორებ ხერხემალი ჩვენი. კი ბატონო, ჭეშმარიტად ჩემო გეგა, შემოუშვათ მეორე ზარიც. ისმენთ. გამარჯობათ. მოგესალმებით. ალო? დიახ, ეთერში ხარ. საღამოში ყოფილი ბატონო. იცით, ჩემი ფიქრი მინდა გაგიზიარო თუ ისმის ჩემი ხმა. დიახ, ისმენთ. ალო? დიახ, ბრძანეთ ისმის. რატომ უნდა ემიგრანტებს ჩვენი ბავშვების დაყვანა არს და ამაში კიდე ფულიც ხარჯვა? ფაქტია, რომ იქ ყურანის შესწავლის გარეშე და ენის შესწავლის გარეშე ფულს არ დახარჯავენ. ფიქრობ, ახალგაზრდები უმეტესად იქნებიან ბიჭები, ჭირდებათ აი მომავალი არაბული ქალაქების მომსახურე პერსონალად. ანუ იქნება კატეგორია კონტინგენტის, რომელსაც არ ეწოდინება საერთაშორისო ენები, ქართულს 10 წელი არის სწავლიან ისინი, მეტი საქმე არ აქვს, მომიტევეთ ასეთი სიტყვისთვის, ამიტომ წაიყვანა, იმიტომ ისინი იხთიან ფულს და გამახსენ და ზემო აჭარაში მედრესები, ხო? სკოლები, სადაც პატარებს ასწავლიან თურქულს, ასწავლიან ყორანს და კიდე ოჯახის ასაკლებენ და პენსიას უხდიან. კატასტროფული მდგომარეობა. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ირმას და დავით და თქვენ სულ ყველას, აბსოლუტურად სულ ყველას. იმდენი ისაუბრეთ, ეს იმად გასაგონად ვამბობ, ზოგი რო დარეკავს და რო იტყვის, აი რაც აკეთებ, ლაპარაკობ. იმდენი ისაუბრეთ და იმდენი იბრძოლეთ დათომ და ირმას მეთაურობით და თქვენ სულ ყველა აი ამ გაუსაძლის პირობებზე, რომ როგორც იქნა შეაღწია თავრობის ყურამდეც და რა თქმა უნდა, არავითარი ფასები არ დაიწევა, მაგრამ შეწუხდნენ. რაც შეეხება იმას, რომ პენსიონერებს დავჩინოთ, იცით რა, დიდი ბოდიში, რავის მოვთხოვთ, გმირობას, მაღალზნეობას. ადამიანები ხშირად თავიანთი მანქანებით გადაადგილდებიან, ეთქობა არ უნახავთ რა ხდება ავტობუსებში, მარშრუტკებში, რა კატეგორიის პუბლიკაციის რა ხდება, საგიჟეთია ხალხნო.
ყოველ სისმარეს უყურე უამრავ გაუბედურებულ ადამიანს. ყველა ეს ადამიანი მერწმუნედ ელოდება ერთადერთ რამეს, რომ მოგორმეთ შეახტენ. დიდი მადლობა აღაჩე გაწევს მადლობა. დიდი მადლობა ზარისათვის მედრესეები აღნიშნა ქალბატონმა და ეს ვიცით ეს ყველაფერი დიდი პრობლემაა და ისლამიზაციაზე რაც ვისაუბრეთ ეს ნაწილები ამ ყველაფრის და კომპონენტებია. აქვე საქართველოში ვიაკეთებენ ამას. დიდი ხნის პრობლემაა. ადამიანები რომლებიც ეხლა კონტრაქცია საუბარი ხომ ჩვენი ესე თქვა სწავლა უნდა გააგრძელონ ჩვენმა ახალგაზრდებმა არაბეთში თავისთავად. რა თქმა უნდა. ეს ხო არც ისე შორს მაგრამ ეს ის პროექტია ბჭყალებში ეს ის გეგმა ზომიერება და მიზანმიმართულება ეს არის პოლიტიკური ისლამი ქვია მას პოლიტიკური ისლამის განხორციელების პროექტი მართლაც უქადის ქვეყანას რეალურად იმას რის წინააღმდეგაც იბრძოდა ჩვენი მამაპაპა მართლაც უქადის ქვეყანას იმას რისთვისაც ჩვენ εν რაოდენობით წმინდანი გვყავს ჩვენ და ვიცით უპრეცედენტო მოვლენა 100,000 წმინდანის შესახებ აი ამ ყოველივეს აწერთ ხელს და ამ დროს კიდევ ხელისუფალი და მთავრობა მიგაჩნიათ საკუთარი თავები. აი გეთახმებით ქალბატონო, როგორ შეიძლება თუნდაც ახლა ეკონომიკის კუთხით ავიღოთ სუფთა ახლა პენსიებიც აღნიშნა, ყველაფერი თემაშია. ოღონ იერარქიულად არის. თავარის შემდეგ სხვა რომელ საკითხსაც ეკუთვნის. არ შეიძლება დავიწყოთ ბოლოდან, მაგრამ ის ბოლოც არ გვავიწყდება. ან რომელი ბოლოა ეკონომიკა? ეკონომიკა როგორ შეიძლება იყოს ბოლო, როცა მართლა ასე თქვა თვალში ნაცარის შეყრის ფასად მუსირებენ და გვიჟღერებენ, რომ როგორ პირველზე ვარ. ჩვენ სიღარების კუთხით, უпроსტურად სიღარების დაძლევის კუთხით, რომ აქ უმწევ ადამიანთა რიცხვი, ასე თქვა, სამომხმარებლო კალათა ძალზედ უზნეოდ გამოკვეთეს 255 ლარით, რაც არის მართლა ცინიზმი. და ერთი მარგალიტი კიდევ გეგა კობახიძე, ისა რა ქვია ამას, ირაკლი კობახიძე, რომ საუბრობს რაღაც ისეთი დიდი ფიასკოებით არა, დიდი წარმატებებით და პრივილეგიებით და თუ როგორ წუხან და როგორ განვითარდა თურმე სახელმწიფო, ბრძანებს რომ შიდა პროდუქტი ჯერ ასტრონომიულ ციფრს ასახელებს, მაგრამ რასაც წარმოადგენს დღეს, თურმე იქიდან 10,000 თითოეულ მოსახლეზე ნაწილდება. ხო და აქ მოსახლეობა გებულობს და ასე აღიქვამს რომ ის 10,000 თითქოს სარგებელია მოსახლეობისა. არანაირი სარგებელზეც ეხან საუბარი გქონდა, ბატონი დავითიც იქ ბრძანდებოდა და ძალიან სწორად ჩამოაყალიბა ყოველივე. 10,000 კი არ ერგება. 10,000 წვლილი და დოვლათი აქვს მას შეტანილი სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც უზნეოდ და საკუთარი ინტერესების შესაბამისად ნაწილდება ოცნების ჩინოვნიკები. დიახ, განიკარგება. ამიტომ აქ არ უნდა დავყოლდეთ და სწორად უნდა გავიგონოთ და გავიგოთ თუ რა მზაკრობ წინადადებებს ბრძანებენ აი ეს ოდიოზები. ზარია ეთერში მოგზავნეთ. ისმენთ. დიახ, მოგესალმებით. გამარჯობა. მოგესალმებით. ო, თქვენ დასმოკითხაზე გიპასუხოთ პირდაპირ და ანუ ვებზანეთ რომ ესე იგი ნაღმი ჩადეს თუ ნამდვილად შეიკავეს თავი. რა თქმა უნდა შემოაბდეს და ნაღმი ჩადეს და ის მაინც დატოვეს. რა ჭირდებოდათ და ეგ არ მეპარება რომ თუ დასწავლდათ შეასრულებენ იმას რომ გაკეთოს კეთეის კორპუსები და ეს თავისთავად სხვადია ეს ამას თუ ძალით არ არის ადამიანი ამაში ეს არ შეეპარება. იმასაც აკეთებენ სწორედ იგივე არაბული ქალაქია თუ არაბული სოფელი, ოლიმპიური სოფელი. ვინ დაუშვით, რა დაუშვით? აგერ ჩვენი პატიცემული ყავდათ ჩამოყვანილი ხორვატიის პრეზიდენტი, თუ ხელზე დაიხვეწა და ჩამოდიან. ეს გარეკულებიც არ ვარ. ორბანიც ჩვენთან ეს არის, ბატონო, არაბეთში დავდივარ, ჩინეთში დავდივარ, თურქმენისტანში დავდივარ და ეგრე არ არის. ესე იგი ეს ევროპა ბოროტია. ისინი უბრალოდ მიწტეიტელები გვებრძვიან, ეფშტეინის კუნძულელები გვებრძვიან და მოკლედ ესე დღეში ვარ და მოვავიდეკით, მეგობრებო ხავთ. ნახსად ჯერათ, რა რენტორ უპრავაცი არის, რაც დაიჯერებენ სათაშუო შესაძლე, მათ გადაკეთდა, ნაკაშიებმა. ლაპარაკობენ, ბატონო, დაიჯერებენ.
სამწუხაროდ ჯერავთ ბატონებო, სამწუხაროდ დიდმა რაოდენობის ეს ისეთი სისტემა შექმნეს აბსოლუტურად გეტყვით, რომ ჯერათ. კი ბატონო. და უფრო და მეტი ხალხი მასება, უნეტება ამას. რა ვიცი, რა გვეშველება კაცმა არის. ისე ღმერთის იმედზე თუ დავჭერთ. მომიტევეთ თუ გამიგზელდა. დიდი მადლობა. აბსოლუტურად გეთანხმებით, აი ზუსტად ეს არის მატრიცა შექმნა ბიძინა ივანიშვილმა პირადად. ეხლა ამ სახელის ხსენებისას ეშინიათ ხოლმე. აი ბიძინა ივანიშვილი რაღაც აფრთხობთ რომ რაღაცე ისეთი საფრთხობელა არის, ოღონდ მე გაგებით პოლიტიკური საფრთხობელა, რომ ესე იგი ივანიშვილს რაღაცნაირად თუ შეეხე, ესე იგი ძალიან შენ კარიერას ასრულებ. ჩვენ საერთოდ ამ ქვეყანაში კარიერას კი არა, ეროვნულ არსებობას ვასრულებთ. აი ეს უნდა გავაცნობიეროთ. ჩვენი როგორც ერისა და ცივილიზაციის ყოფნა არ ყოფნის დილემა უკვე დგას. და ამას სათავეში უდგას ივანიშვილ-ყობახიძის ფეოდალური კლასტერი თუ რაც გინდა დაარგვით ელიტა ეს ელიტა რა ეპშტეინის კუნძული და რა ის მართლა აგერაყოს სოლვაკის შუშის სასახლეში არის ეს ჩვენი ეპშტეინიც და ჩვენი ისიც რომელიც თავზე აზის ყველაფერს და ხავს არ არის აუცილებელი პედოფილურის ჩაატაროს მაინც და მაინც როდესაც განარკომანება ხდება ამ საზოგადოებაში ანუ რიტუალურად სულიერად მისტიურად მეტაფიზიკურად ჩვენ ერში ცოდვის ესეთი გამრავლება ამაზე წლები ლაპარაკობდით ლევან ჩაჩუა ცხონებული ჩვენი ძმა ჩვენი მამები ამაზე წერდით საუბრობდით ლაპარაკობდით ეს არის მისტიური შინაარსით რიტუალური შემღალვა მეტაფიზიკური გაგებით ეს არის შავი მაგია, როდესაც ჩვენ ცოდვას აკანონებ, LGBT იმას რა ქვია, ანტიდისკრიმინაციულ კანონს აკანონებ, იუენალური იუსტიციით ოჯახებს ანგრევ, ნარკოტიკების ლეგალიზაციას ეწევი. ეს ყველაფერი მისტიური შინაარსით არის. ანუ წლების განმავლობაში 2013 წლიდან მოყოლებული რიტუალურად შავი მაგიის რიტუალია, რომ აი ამ ცოდვის დაკანონებით ხდებოდა ქართველი ერის სრული დეკადანსი. ქართული ცივილიზაციის დაკნინება ქართული სახელმწიფოს რღვევა და დღეს რომ ფასადურად გაკონსერვატორდა და იქ შათელიშვილი რომელიც იძახდა რომ კათოლიციზმი რომ მიგვეღო ჩვენ უკეთესად ვიქნებოდითო და ვაშკაცი ჰომოსექსუალი იყო ოსკარ ვაილდიო აი დღეს ახლა ჩაუწერია რაღაც ახალი გადაცემა აქ იმას რა ქვია შათელიშვილს ეპშტეინის კუნძული დაარქვა და იქიდან გველაპარაკებიან რომ ესე იგი რაღაც დიპ სტეიტი ებრძვის ბიზნესს და ქართულ ოცნებას როდესაც აქ აკვავს ჩვენ დიპ სტეიტი ეს არის ჩვენი დიპ სტეიტი რომელიც შინაგანად რხრავს და ანადგურებს და ძირს უთხრის ქართულ ეროვნულ ინტერესებსა და სახელმწიფოებრიობას და რა არის აქედან შეულებრივად რუპორია კარის მეხუთე აბსოლუტურად ჩვენ უნდა შევაფასოთ სწორად და შემდეგ ამ შეფასებიდან გამომდინარე სწორად და დავუპირისპირდეთ. არ უნდა შეგვეშინდეს, უნდა გადავაბიჯოთ, იმიტომ რომ შიშის დრო აღარ არის, აზრი აღარ აქვს. დღეს მაინც გაგვანადგურებთ. მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით ბატონო ბექა, ბატონო გეგა. გამარჯობათ. ქვეყანაში ძალიან სავალალო ვითარება შექმნილი და იცით რა მინდა ეხლა გითხრათ. პენსიად იყო ნახსენები და თითქმის არ არის არც ერთი თქვენი გადაცემები რომ ეს პენსიაზე ვინმე არ აღნიშნოს მე მაქვს პენსია 360 ლარი მაგრამ იმის გარდა რომ ეს პენსია ხო არაფერი არ არის არა მით უმეტეს ექიმებთან რო გაქვს საქმე და წამლებზე ხარ დამოკიდებული ამაზე უფრო მეტად ის არის გულსატკენი და გულშიც მიკლავს რომ შეურად ყოფილად გძნობ თავს ბატონებო იცით აი ვინც უნდა გადაამოწმოს საფრანგეთში როდესაც პენსიონერს აქვს ხელისა პენსია 1500 ევროა გონი 6500 აქვს პარლამენტას ესე იგი 5 ჯერ მეტი ხო გამოდის ჩვენ საქართველოს იმაზე ბევრად მდიდრები ვართ რომ 20 ჯერ მეტი აქვთ ჩვენ პარლამენტარებს პენსიონერთან შედარებით რა ხდება ეს ამის ეს შეუძლებელია ამის მოთმენა ბატონებო მე თქვენი პარტიის პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერი ვარ და 2016 წლიდან თუ კი რამე იყო არჩევნები მე ყველაფერში მონაწილეობდი და იმის იმედით რომ აი ეხლა იქნება გაიმარჯვონ
ძალიან დიდი გულნათკენი რჩებოდი ყოველთვის. ამის გარდა აქციებზე არ დამიხევია უკან და თუ რამე აქციები ჩატარდა ყველაფერში დავდიოდი მონაწილეობით. ჩემი მხრიდან რაც შემიძლია, რისი გაკეთება შემიძლია. კიდევ მე ბევრ რამეზე მტკივა გული, იმიტომ რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა, ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და არ იმსახურებს ასეთ ხელისუფლებას. ცინიკოსი ხელისუფლება ყავს. დასცინის პენსიონერს, რიგით ადამიანს ნებისმიერ. აი ჩვენი ბატონი პრემიერ-მინისტრი სული მეორებს და 2 დღის წინ კიდევ თქვა ჩვენ საზოგადოებაში ხალხს როგორ გასაკვა ხალხში შემოსავალმა მოიმატაო. მე არ ვიცი მაგათ თუ ემატებათ და რა ემატებათ ამისთანა, მაგრამ ჩვენ პენსიონერები ვერაფერს ვერ ავგრძნობ. რომელერთ ინტერვიულოთ არაბების თალაკს ეხლა დღეს თქვა პრემიერმა რომ ესე იგი წინასწარი გაყიდვები დაწყებულა ვითომ თანამშრომლობა ლაპარაკობდა ეცინებოდა იმიტომ რომ თვითონ იცოდა რომ სისულელეს ლაპარაკობდა 147-მა ქართველმა შეიძინა ფინაო. ჩვენ გჯერათ ამის ბატონებო. აი აღარ შემიძლია რომელერთ შევეხო არ მინდა დრო დაგაკარგვინოთ ბევრი თუნდაც ჩვენი საწოდაობა ახალგაზრდები რომ იღუპებიან ამ ნარკოტიკებით და სათამაშო ობიექტებით ძალიან ბევრ რამეს განვიცდი, მაგრამ უფლის იმედი მაქვს და იმ ხალხის იმედი მაქვს ვინც აი ძალიან ახლოს მიიტანს გულთან ამ ყველაფერს. თორე თქვენთან რო რეკავენ ისინი ვინც 41 უჭერენ მხარს დიდი სიხარულით იმათ არ ეკუთვნით ჭუჭუნი მაპატიეთ. კარგად გძანდებოდი. გაიხარე, დიდი მადლობა ქალბატონო, დიდი მადლობა. ერთმა წყალობა არ მოგაკლოთ, ნერვიულობა რა თქმა უნდა თავისებურად მოდის, მაგრამ უნდა შეეცადოთ აი ეს სტრესი, ეს ნერვიულობა ძალზედ შეამციროთ. უფალი ახსენეთ, მართლმადიდებელი ქალბატონი, სათნო ქალბატონი ხართ, ლოცვას მოუმატეთ და სასოება არ დავკარგოთ უფლისა. თქვენ ხომ ძალიან კარგად იცით, ჩვენზე უფროსი ბრძანდებით. ისტორია გეცოდინებათ თავისთავად, რომ ეს ესე არათუ დიდხანს, არამედ იმ პერიოდითაც კი, რა პერიოდითაც ესენი ლამობენ დარჩენას, ასე რომ არ გაგრძელდება, ამაში ხომ ხართ დარწმუნებული ქალბატონო, ასე რომ თქვენს მაგივრათაც ჩვენ ვინერვიულებთ და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ვინერვიულებთ, საქმეს გავაკეთებთ. თქვენი ნერვიულობა ნამდვილად არ წაადგება ჩვენს მხნეობას. პირიქით, თქვენი ხალისი, თქვენი ღიმილი შეძლების დაგვარად, რომელიც სიცოცხლესაც გაგიხანგრძლივებთ, რა თქმა უნდა, და ჩვენც უფრო მეტად წელში გაგვასწორებს, რომ ოჯახებში, მეგობრებში, სანათესაოში სტრესმიცემული, დეპრესიაში მყოფი და ესეთი მართლა თავიდან ბოლომდე განერვიულებული ქალბატონები და დეიდები და ბებოები კი არა ყავს. არა, აი ესეთები ყავს, როგორებიც მხნეობას არ კარგავენ და პირიქით სახლში მისულებს, აი აქეთ კიდევ გვამხნევებენ და გვიწუნებენ შრომას, რომ ჩვენ უფრო მეტი თავდადებით, ასე ვთქვათ, აი ეს პოზიცია იყო ყოველთვის დიდი საუნჯე, მისი აღმატებულება ქართველი დედისა, ქალთა სქესისა, საერთოდ ქართველებს აღნიშნა უპირველეს ყოვლისა და რა თქმა უნდა, არ მოგვიშალოს უფალმა. მადლობა კიდევ ერთხელ ზარისათვის. ხო, პენსიებზე საუბრობდა და როგორ შეიძლება მართავს ბრძანებს. საერთოდ დიფერენცირება, ეხლა საფრანგეთი გასაგებია ყველაფერი, მაგრამ იქ აღნიშნა მან პარლამენტარისა და პენსიონერის, ასე ვთქვათ, შორის თუ რამხელა სხვაობაა და მერე ჩვენ შორის. ხო, ეს ხომ მიუთითებს აშკარად და მით უმეტეს აი ამ ქვეყნის ეკონომიკის პატრონს
და ამის მხილველს, რომ აქ აბსოლუტურად ამოტრიალებულადაა საქმე. აქ აბსოლუტურად ისეა საქმე, რომ არავის სიკეთე არ მოსჩანს. რიგითი ადამიანების ჩემო გეგა. ამათ ხო საშუალო ფენა არ სურთ. ჩვენი პატრიარქი ხშირად ამბობდა ხოლმე გაჭირვებას არ უნდა შეეგუოთო, მახსოვს მე პატრიარქის მახსოვს. ამბობდა ხოლმე უწმინდესი ადამიანი არ უნდა შეეგუოს გაჭირვებასო, ანუ შენ არ უნდა იყო ვერცხლის მოყარე და ხარბი, ეს დიდი ცოდვაა. მაგრამ გაჭირვებას და ხო, მაგრამ გაჭირვებასთან შეგუება მიჩვევა, მით უმეტეს თორსა ერიდა საზოგადოება ეგუება თავის სოციალურ. აი ხა ჩვენ დაგვაჯერეს, რომ ესე იგი ქართველი ერი ისეთი მაღალი ზნეობის ერია, რომ სოციალურ საკითხებზე არ იმაღლებს ხმას. ეს არის სისულელე. სოციალური საკითხი არის ჩვენი ყოფიერება, რასაც ჩვენ შვილებს ვზრდით, ჩვენს ოჯახებს ვაარსებებთ, ჩვენ თვითონაც ვარსებობთ. ანუ ჩვენ მატერიალურ სხეულში მყოფი არსებები ვართ რა და ჩვენ გვჭირდება ადამიანებს სოციალური უზრუნველყოფა და ის რომ სახელმწიფო ჩვენ სოციალურად არ უზრუნველყოფს, ამაზე უნდა გქონდეს გამოცხადებული ბრძოლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ესეც დაგვაჯერეს დღეს და ესეც არის თავისმოყრული პროპაგანდის შედეგი. ეს არის დიმიტრი უზნაძე რო აი განწყობის თეორია, აი განწყობა შეგვიქმნეს ჩვენ. განწყობა შექმნა აი ამ იმედმა, პოზიტივიმ, ამ პროპაგანდამ შეგვიქმნა ჩვენ განწყობა, რომ აი ჩვენ ისეთი მაღალი ზნეობის ერი ვართ, რომ ჩვენ არ გვჭირდება სოციალური საკითხები და ჩვენ არც კი გვაწყობთ, არც კი ვიკრდეთ ამ განწყობაში ვცხოვრეთ, ამ განწყობებისგან უნდა გამთავისუფლდეთ და რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. საჭირო არის რეალობას შევაფასოთ. მე ხშირად ვციტირებ, უწოდე სნეულება და გაგეცლება სნეულება. ჩვენ სნეულებას დიაგნოზებს არ ავსვამთ სწორად. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს ხელისუფლება, ეს ელიტა, ეს ფეოდალები ჩვენ გვანადგურებენ როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად და ჩვენ გვჭირდება ამისგან განთავისუფლება. აი ეს საკითხი ჩვენ უნდა დავაყენოთ როგორც ერმა ჩვენი დღის წესრიგით და ჩვენ ამის გარშემო, ამ იდეის გარშემო უნდა ვკონსოლიდირდეთ, რომ ამ ფეოდალური კლასისგან საქართველოს გამოვიხსნა და გავანთავისუფლოთ. ჩვენი სამშობლო დავიბრუნოთ. ეს გამოწვევაა ჩვენს წინაშე დღეს. კი ბატონო. კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს თუ კი იქნება დრო გზარის შემოსვლისა, რომ კითხვა იყო ესეთი დასმული, მართლა უკან დაიხია ხელისუფლებამ და კეთილგონიერება გამოიჩინა თუ მრავალწერტილი. ასე რომ არაერთი ზარი შემოვიდა და გამოხატა მოსახლეობის ნაწილმა, ვინც ეთერში იყო ჩვენთან ერთად და ცალსახა პოზიცია რაც არის მიუთითებს ძალზე დიდ უმრავლესობაზე ჩვენი ქვეყნისა თუ აბსოლუტურზე არა, ძალზე დიდ უმრავლესობაზე, რომ შესაბამის დღეშია და შესაბამისად აზროვნებს. ზარია ეთერში მოგზავნით. გამარჯობა ბატონო ბექა, ბატონო გეგა. გაიმარჯოთ. მოგესალმებით. მშვიდობა გქონდეთ. მე დავიწყო 2012 წელს. მე მაშინ მომხდი არქიპო მომბრძანდა საქართველოში. არქიპო მომბრძანდა საქართველოში და დღეს ამ არქიპო მიბართხა და ბევრი არქიპოები გაარჩინა მთავრობაში. არა ლეგიტიმურ მთავრობაში გაარჩინა ბევრი არქიპოები. ერთი არქიპო მე ხმა არც ვიცე მაგას საერთოდ. ია. ტელევიზორს დაუწიეთ. ეხლა რაც შეეხება ეხლა რაც შეეხება ფასების შესახებ. ბატონო, ახალი წლიდან ფასებმა მოიმატა. და ეგენი ეხლა ვინც ფასები მოუმატეს ბიზნესმენები არიან თუ ვინ არიან. საერთოდ აპრილიდან რო გვიდება მთავრობა, ვითომ მთავრობა რო გვიდება, აი ისევ იმ ფასებთან დააბულებენ ახალწლამდე ყოფილი ფასები. ყველაფერს მომატებული აქვს. წამლებსაც, სასუხო პროდუქტებსაც. კი ბატონო, გეთანხმებით. კიდე რამდენი გითხრათ. საქართველოს დელასობის კასეთიდან ვარ მე. კასეთიდან დიდი პროდუქცია მომდიოდა თბილისის ვაზრების ავსტრია იყო, გადატანილი იყო კომუნისტების დროს. მატარებელში ადგილი არ იყო ელექტრიკას რო ეძახით. ერთს ადგილი არ იყო. პრობლემა იყო სავსე, ტიტრი და ნედრიობლიორთან არის. ჩვენი პროდუქცია. დღეს ვიყავი ქნორის ზოზე, გურჯაანიდან ქნორისკენ რომ მევიდა.
ნაკვეთები არის ჩალე თვითაფლული მიუხედავად რატომ ის ადამიანები რომლებიც მუშაობდნენ ზოგიერთი აღარ არიან ვისაც სოციალურ პროდუქცია მოყავთ მათი შვილები და შვილიშვილები თავიდან უცხოეთში მუშაობენ მუშრებად ადგილები მიტოვებულია ერთმა ბრძენმა თქვა გონი ილია ჭავჭავაძემ აიღო გეთუდინებათ რა მოწოდებს გრაფიკაცი საქართველოს დაზაბუნდესო ეს ხომ არ არის დაგონილი გეცნება გეთუდინებ აი ასე მდგომარეობაში ჩააგდო ამ აკი პოემა საქართველოს აკი პოემა ბატონებო ალეგორიას ვამო ალეგორიულები არიან ეგ ნამდვილად კი ბატონო რა შეიძლება ხელფასებს მეტესონიო ხელფასებს შესაძლებელი 12 მეტია კარგად მოგეხსენებათ დიახ მაგრამ ამ 16,000 ლარებს ხალი გავანებოთ აი ყოველწლიურად რამე დანამატ პრემიას მიიღებენ ეგეც რომ მიუმატოთ ეგენი არის სახელმწიფო კორუფციას ეწევიან კორუფციას იღებენ სახელმწიფო კორუფციას მათ კი ბატონო სახელმწიფო კორუფცია სამოცდაათი და 16 და 14,000 ლარი არა თქვენია ციცხვია რა არა თქვენია მე ახლა განათლების შესაძლებლად აღარ ვისაუბრებ იმიტომ რომ ქალბატონებმა კარგად ისაუბრეს განათლების შესაძლებლად და მე ამით დავამთავრებ გაიხარეთ დიდი და კიდევ გავამეორებ ალბათ მისმენენ მისი პატარა აკი პროექტი უსმენენ ალბათ ამ გადაცემას და აკი პროექტის ხელმძღვანელი ევროპაში მადლობთ ყურადღებისათვის ჩვენც მადლობთ ყურადღებისათვის და თქვენი აზრის გამოთქმისათვის აბსოლუტურად მთლიან პათოსში გეთანხმებით რა თქმა უნდა აქ საპასუხო არაფერი გვაქვს ჩვენ თანხვედრაა ჩვენი რა თქმა უნდა აი თქვენს მოსაზრებასთან ჩვენ გვატყობინებენ რომ დაგვრჩა წუთნახევარი უფრო ნაკლები რა მინდა გითხრათ მეგობრებო რაც არაერთ გზის გვითქვამს ნუ შევეჩვევით ამ მოზღვავებულ ჭირს ნუ წავალთ ძილისკენ ნუ შევიტკბობთ იმას რაც არასდროს შეუტკბია და შეუხმატკბილებია ასე ვთქვათ ჩვენს დიდ წინაპარს ნუ ვიქნებით ფორმალურნი და ტრაფარეტულნი მხოლოდ სუფრასთან თუ შესაბამის ადგილებში რომ წინაპარი რაღაც სათანადო სიტუაციებში გვახსოვს მხოლოდ და არა ქმედითად და ყოველდღიურად ბრძოლის ჟინი სიტყვის თქმის გვერდზე მეზობელთან ნათესავთან და როცა საჭირო იქნება ქუდზე კაცის გამოსვლის უნარი არ დაგვეკარგოს ჩემო კარგო ადამიანებო და რა თქმა უნდა ღვთისშეწევნაც ერთი 100 მაგად გაიზრდება დიდი მადლობა ყურადღებისათვის დიდი მადლობა უფალს შემოქმედს ყველაფრისათვის ჩვენს საეთერო ჯგუფს ტელემაყურებელსა და რადიო მსმენელს უკეთესი სიმედით გემშვიდობებით და ეს უკეთესობა ერთად უნდა მოვიწიოთ ნახვამდის მშვიდობას გისურვებთ